გამარჯობა, მე ნინო მაღედანი ვარ და ეს არის ჩემი პოდკასტი number 2. ნომერი 2. დღეს ჩემი სტუმარია ბეტი. ბეტი, მოდი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, გადასარევად. ძალიან მიხარია. ბეტი, როგორ იწყება ხოლმე შენი დილა? მოდი დილაზე ვისაუბროთ, რადგან დილა განაპირობებს ჩვენ თელ დღეს. დილა ძალიან ისე რა უცნაურია. 6-ზე ავდგები. ვაუ. მერე ვსეირნობდი. მერე ჩაი რაღაცებს ვაკეთებდი, ახლა დიეტაზე ვარ. მერე 9-ზე ვმუშაობდი და საღამომდე მთელი დღე ვმუშაობ. გასაგებია. ბეტი, იცი რა მითხარი? რას გააკეთებდი დილით, რომ შენი დღე უფრო ხალისიანი ყოფილიყო და უფრო კარგად გეგრძნო თავი? შენთვის რა იქნებოდა კარგი დასაწყისი დილით? ჩემთვის ჩაი და სუფთა ჰაერი. როცა აივანზე დავდივარ, ხო? ზიხარ. ხო, ვზიხარ, როცა აივანზე ვზივარ და არ ვიცი. სუფთა ჰაერი. უბრალოდ სვავ ჩაის, ხო? კი. ძალიან კარგი რაღაცა ახსენე ბეტი და ძალიან საინტერესო პრაქტიკა არის ზოგადად ჩვენი თლიანი დღე განპირობებულია თურმე იმით როგორ დავიწყებთ დღეს. მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც თურმე გვირჩევენ რომ არის დღის დასაწყისში რომ ჩვენ თუნდაც დღეში 7 წუთი. შენი აზრით ბევრია თუ ცოტა 7 წუთი? ბევრია. ბევრია? მგონია კი. რისთვის? არა, 7 წუთი შენს თავს რო დაუთმო. ბევრია 7 წუთი. არც ბევრი, არც ცოტა. ხო, მე მგონი ნორმალურია ყოველ შემთხვევაში 7 წუთი ყველა შეუძლია რომ გამოუყოს თავის თავს, ხო? თან თუ ვიტყვით იმას რომ ამ 7 წუთმა შეიძლება შეცვალოს შენი ცხოვრება რადიკალურად, მით უმეტეს ალბათ ღირებულია. ხო, ასეთი საინტერესო პრაქტიკა არის, რომ დილით თურმე, როდესაც ახალი გაღვიძებულები ვართ, ჩვენი სიხშირეები, არის ძალიან სუფთა და ძალიან კარგად, ესე ვთქვათ, პროგრამირდება. ამ დროს თუ შენ, როდესაც აივანზე გახვალ და ჩაის დალევას დაიწყებ, აი მაგ მომენტში თუ დაიწყებ წარმოსახვას შენი სასურველი ცხოვრების მეთქი ვიტყოდი მთლიანობაში, მაგრამ რაღაცა სასურველის შეიძლება თუნდაც გარდირებში. აი ხა მაგალითად შენ ხარ დიეტაზე. ხო, რამ გადაგაწყვეტინა დიეტაზე გადასვლა? დიეტა მოდი ვთქვათ, ხა ჯანსაღკვებას გულისხმობ ალბათ. კი. აი ახლა დავდივარ დარბაზში, ამიტომ დიეტაზე ვარ და მომწონს. ხო. ოკეი. გადაწყვეტილება მიიღე, რომ გინდა რომ ხო, უფრო ჯანსაღად იცხოვრო და წონაც დაიკლა მოძრაულად. აუცილებლად. სწორედ ამიტომ შეგიძლია იმ ჩაის დალევის პროცესთან ერთად შენ წარმოიდგინო შენი სასურველი სხეული, ამ შემთხვევაში იმ მინუს რაღაცა კილოთი, მინუს X კილოთი და 7 წუთის განმავლობაში შეინარჩუნო ფიქრებში და გონებაში ეს ვიზუალი, ეს წარმოსახვა, რომელიც იქნები შენ. ეხლა ჩვენ ამ წუთას მივირთმევთ მე ამ შემთხვევაში ყავას და ბეტი ჩაის და თითქოს ძალიან უმნიშვნელო პროცესი არის. ჩვეულებრივი გოგოშკური დღის დასაწყისია, ესე ვთქვათ, ხო? და როგორი ელემენტარული 7 წუთიანი ჩვენი კონცენტრირებით შეგვიძლია რომ აი ამის მასთან ერთად რაღაცა ისეთი მოუტანოთ ჩვენ თავს, რომელიც შემდგომ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. და ხშირად მესმის ხოლმე რომ გოგოები ამბობენ რომ ნინო ვერ ვიწყებთ, ანუ ჩვენი თავისთვის დილით ვერ ვიცლით, მით უმეტეს, იმიტომ რომ ოჯახი, ბავშვები, ბევრი მოვალეობები, ხო? და ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე გადაწვახდება, მერე კი ამბობენ რომ მზად ვარ. ყავა დავლიო და ჩაი დავლიო და 7 წუთი ვიფიქრო ჩემთვის ასურველ ცხოვრებაზე, კი არა, ყველაფრისთვის მზად ვარ და ამიტომ თუ ასეთ ელემენტარული რაღაც პრაქტიკით დავიწყებთ ხოლმე ჩვენს დილას, კიდე უფრო საინტერესო და კარგი იქნება. ბეტი, რაზე საუბრობ ხოლმე ზოგადად შენს
მეგობრებთან ან გოგოებთან ან რაზე საუბარი გიყვარს? ой ой სულ ოცნებაზე ოცნებაზე? სულ ვოცნებობ, ვფიქრობ ჩემ მომავალზე. აი, ასეა. და ამ თემებზე საუბრობ ხოლმე. კი. ხო, საინტერესოა. იცი რომ ძალიან მნიშვნელოვანია თურმე ვისთან საუბრობთ ჩვენს ოცნებებზე. არ იცოდი ხო? არა. ხო. ძალიან მნიშვნელოვანია თურმე ვისთან საუბრობთ ჩვენს ოცნებებზე. ანუ თუ ჩვენ გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც იმ ოცნებებს, ესე ვთქვათ, ჩვენ რაც გაგვაჩნია, ვერ ღებულობენ, მათ ესე ვთქვათ, წარმოსახვაში ვერ ჯდება ეს კარგად. იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვაჟღერებთ მათთან თურმე ჩვენს ოცნებებს და ხშირად გვჩვევია გოგოებს განსაკუთრებით, რომ შევიკრიბებით სხვა თემებზე საუბარი, ხო? მაგ შემთხვევაში შესაძლოა რამოდენიმე ადამიანის გაჟღერებულმა კომენტარმა, თუნდაც ის რომ ეს ხომ შეუძლებელია. რანაირად არა ეს თუ გინდა ალბათ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რა ბევრი საათი უნდა იმუშაო ან რაღაც ეგეთი და მაგ დროს ჩვენი ოცნების ხარისხი ესე ვთქვათ და ოცნების სიმძაფრე ზოგადად და ის ენერგია რამაც უნდა ჩვენი ოცნება გამოყვება ცოტა დაბლა იწევს შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიპოვოთ ასეთი ოცნებების გასაჟღერებლად ოღონდ და ძალიან ჩვენთვის საკრალური და მნიშვნელოვანი აზრების გასაჟღერებლად კარგი იქნება რომ ვიპოვოთ ადამიანები რომლებიც აი ესე ჩვენსავით არიან ორიენტირებული ცხოვრების შეცვლაზე, გაუმჯობესებაზე, ბედნიერების ხარისხის აწევაზე და იმათთან ერთად ვისაუბროთ ხოლმე. ამ შემთხვევაში ის ჩვენი ოცნების ენერგია ძლიერდება და უფრო ადვილად მიიღწევა. ზოგადად ამბობენ, რომ ჩვენი 5 ადამიანის საშუალო არითმეტიკული ვართ, ვისთანაც ყველაზე ხშირად გვაქვს კომუნიკაცია. საშუალო არითმეტიკული იცი რას ნიშნავს ბეტი? არა. ქართულად გაი. აი 5 ადამიანი, ვისაც შენ ყველაზე ხშირად ხვდები, ვისაც უზიარებს შენს აზრებს და ემოციური კავშირი გაქვს, იმ ადამიანებს რა ცხოვრებაც აქვთ, აი იმის საშუალო არითმეტიკული არის შენიც. ოღონდ ეს აპრიორი ზუსტად მაგას ტოლობის ნიშანი არ არის აქ, ზუსტად მაგას არ ნიშნავს. თუმცა გავლენას ახდენს. ნამდვილად ახდენს ჩვენზე გავლენას და შესაბამისად ბეტი თუ შენ ახლა გინდა რომ შენი წონისკლება მოხდეს უფრო ადვილად. ხო, გარშემო უნდა გაგიჩნდეს ისეთი გოგონები, ადამიანები რომლებიც აი ასევე დაინტერესებულები არიან აი ამ თემით. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემოცვა. ბეტი, მუსიკის მოსმენა გიყვარს? მიყვარს. ცეკვა? კი. ცეკვა კი. ცეკვაც გიყვარს. ნახე? ანუ შენი სასურველი მიზანი წონისკლება და დარწმუნებული ვარ ნახევარი საქართველოს გოგონების და ქალების წარმომადგენლები პერიოდულად ვცდილობთ ხოლმე ყველა რომ რაღაც მომენტში ჯანსაღკვებაზე გადავიდეთ, დავიკლოთ წონა და ასე შემდეგ, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია აქ სიამოვნების ხარისხის გაზრდა. ანუ თუ ჩვენს აი ამ პროცესში ჩავთავთ წონისკლების პროცესი თუ კორექციის მოდი რომელიც გვინდა ისავიჩიოთ ჩავთავთ ცეკვას ეს არის საუკეთესო გზა იმიტომ რომ იმის გარდა რომ ფიზიკური მოძრაობებია ამის გარდა არის ზუსტად ის ენდორფინი ეგრეთ წოდებული ჰორმონი ბედნიერების რომელიც სიამოვნებას ახლავს თან სიამოვნებით მიღებული შესაბამისად ორგანიზმი უკვე უფრო ადვილად მოყვება ამისკენ ძალიან აქტუალურ თემას შეეხე შენ ახლა ზუსტად არის ეს თემა ჩემს კლიენტებშიც არის და ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და მე მაქვს ესეთი მოსაზრება ყოველ შემთხვევაში გაგიზიარებ ნებისმიერ წონაში რომელ წონაშიც არ უნდა იყოს ჩვენი სხეული ქალი რა ასაკშიც არ უნდა იყოს და რა წონაშიც არ უნდა იყოს
უნდა შემოსოს თავის თავი ისე რომ მან კომფორტულად იგრძნოს და ბედნიერად თავი. ანუ მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ შენს გარდერობში უნდა არსებობდეს ის ტანსაცმელი, რომელიც აი ახლა აი ამ წონაზე კომფორტულად გაგრძნობინებს თავს, ეს ნიშნავს, რომ მივდივართ და ვყიდულობთ იმ ახალ ტანსაცმელს, ანუ შეცდომა რა არის, ბეტი ნახე, ხშირად რასაკეთებენ გოგონები, რომ არა, მე არაფერს ახალს არ ვიყიდი, სანამ ამ -5 კილო არ მექნება. ეს ჩემი პრობლემა. შენიც ხო? ხო, უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ აი ახლა დავიკლოვ 5 კილოგრამი ან 2 კილოგრამი და მერე ვიყიდებ ახალ ტანსაცმელს, მაგრამ არა. ხო არ არის ამას დამკვიდრებული, არც იმაზე არ არის დამოკიდებული ის რომ აქვს ნაყიდი ორი ზომით პატარა ძალიან ლამაზი კაბა, იმის ხათრით დავიკლებ. არ მუშაობს. იშვიათ მე ხა გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ, მეგობრებო. გამონაკლის შემთხვევებში მუშაობს ეს ორი ზომით პატარა ნაყიდი ტანსაცმელი. თუმცა და აი სწორედ მაგიტომ მე შევიმუშავე და ამან გაამართლა, იმიტომ რომ არის ჩემი კლიენტები, რომლებმაც -10 და -15 კილო დაიკლეს და სწორედ მაგიტომ ვურჩევ ხოლმე რომ წავიდნენ მაღაზიაში, იშოპინგონ გემრიელად და თავს უფლება მისცენ ზუსტად იმდენ კილოგრამიანი რამდენი წამწვას არის, ჩააცვან თავის თავს ისე ელეგანტურად, ლამაზად და კომფორტულად, რომ მათ პირიქით თავდაჯერებულობა მოემატოთ თუნდაც და შემდეგ უკვე ხო ძალიან ბუნებრივად მოხდება, ესე ვთქვათ, მე უკვე წონის კორექცია. ბეტი, ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემთან იყავი. ძალიან მიხარია და მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს ჩვენი მსმენელი. იმედია რომ რამე საინტერესო თემა შევეხმიანოთ, თუმცა ასევე დიდი სიამოვნებით მივიღებ მეგობრებო თქვენს კითხვებს და თქვენს თემებს, რა თემაზე გენდომებოდათ რომ მე ვისაუბრო ხოლმე თქვენთან და თუ სასიამოვნო იყო თქვენთვის ჩვენი მოსმენა, გთხოვთ გამოგვიწერეთ. Subscribe ქვემოთ.